ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში წუხელთროლის ხმა ისმოდა ოსური მხარის კონტროლირებაზე ტერიტორიიდან სოფელ ზემო არცევიდან დაახლოებით პირველ საათზე ქართულ სოფლებს ცეცხლი გაუხსნეს. თელეღამის განმავლობაში ისროდნენ ქვეშის ტოშკას და მერეთის მიმართულებით. ინტენსიური სროლა დაახლოებით 1 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, სროლის შედეგად არავინ დაზარალებულა. ადგილობრივი მოსახლეობა ვარაუდობს, რომ სეპარატისტები და სოფელ ზემო არცევში დისლოცირებული რუსი ოკუპანტები ადგილობრივი მოსახლეობის დაშინების მიზნით ისროდნენ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქართულ მხარეს საპასუხო ცეცხლი არ გაუხსნია. ნატოს მინისტერიალზე საქართველოსთან თანამშრომლობის ორი გზა განიხილება, ყოველწლიური სამოქმედო გეგმა და საქართველოს ნატოს კომისიის ფორმატში მუშაობის გააქტიურება. ამის შესახებ ალიანსის პრესსპიკერმა ჯეიმს აბატურაიმ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, მინისტერიალი ბუქარესტში მიღებული დოკუმენტის შესაბამისად იმოქმედებს, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს ალიანსის წევრი აუცილებლად გახდება. მინისტერიალის შემდეგ დაგეგმილია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ეკა ტყეშელაშვილისა და ამერიკის სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის შეხვედრა და ესობლივი პრესკონფერენცია. მინისტერიალზე უკვე გაეგზავნა ქართული მხარე. პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განცხადებით, ქართული მხარესთვის მისაღები იქნება ნებისმიერი შეთავაზება, რომელიც ნატოში გაწევრიანების წინაპირობა იქნება. ნატოს მინისტერიალი ბრიუსელში 23 დეკემბერს გაიმართება. ჩვენთვის ეს გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა. საქართველოს სამოქალაქო წარმოადგენს ალიანსში გაწევრიანება, რაც შეეხება მე გახლავთ ტექნიკური ინსტრუმენტი, რომელიც შარშან მნიშვნელოვანი იყო სწორედ იმის გამო, რომ გაწევრიანება მოიაზრებოდა მეფის გავლით, მაგრამ ნატოში არსებობს ბევრი ქვეყანა, რომელიც გაწევრიანდა სხვა მექანიზმების გამოყენებით და თუ ალიანსი მზად არის საქართველოსთვის დაიმეოროს ეს გზა და ალიანსი მზად არის საქართველოს გააწევრიანოს ნატოში მეფის გვერდისავლით, რომელიც გახდა ზედმეტად პოლიტიზირებული ინსტრუმენტი. ბუნებრივია ჩვენ ამას მივესალმებით, ბუნებრივია ჩვენ გასვათ ვიმუშაოთ ალიანსთან ერთად და ჩვენ ველით, რომ ამ გადაწყვეტილების შედეგად საქართველოს მიიღებს თავას. ეს არის ნატოში გაწევრიანების გაგრძობადი პროცესი, ერთ-ერთი მექანიზმი გახლავთ მეფი, მეორე მექანიზმი, რომელსაც თავაზობს მოკავშირეების ნაწილი გახლავთ ნატო-საქართველოს კომისია, ჩვენთვის მისაღებია ნებისმიერი მექანიზმი, რომელსაც საქართველოს გაწევრიანდება ნატოში, ვინაიდან ჩვენი მთავარი ამოცანა გახლავთ არა მექანიზმები, არამედ სწორედ ნატოში გაწევრიანება. გაზბურგში ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის სესიაზე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შედეგებს განიხილავენ. მოხსენებით თბილისის მერი გიგი უგულავას გამოვა. სესია დღეს გაიხსნა და 3 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. საქართველოს საკითხებზე კი დებატები 2 დეკემბერს გაიმართება. კონგრესი იმსჯელებს, თუ რა შედეგი მოყვა კონფლიქტის ადგილობრივ დონეზე. დებატებში მონაწილეობას მიიღებენ ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ევროსაბჭოს კომისარი თომას ჰამარბერგი, ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის თავმჯდომარე ლაриса ხაბიცოვა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები, ასევე კონგრესში ქართული და რუსული დელეგაციების ხელმძღვანელები მამუკა აბულაძე და სვეტლანა ორლოვა. კონგრესის თავმჯდომარის მოადგილე რეზოლუციის პროექტს წარადგენს, რომელზეც ევროპის ქვეყნების ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებებს მოუწოდებს სასწრაფოდ დაეხმაროს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებს. ამერიკის აღსარჩეული პრეზიდენტი ბარაკ ობამა ჰილარი კლინტონის ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ოფიციალურად აცხადებს. კლინტონის დანიშვნის შესახებ განცხადება ჩიკაგოში გამართულ პრესკონფერენციაზე გაკეთა. ბარაკ ობამამ დღეს სხვა დანიშვნების შესახებაც გააკეთა განცხადება. პირველი განცხადება იმის შესახებ, რომ ჰილარი კლინტონი კონდოლიზა რაისს ჩაანაცვლა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე გაჩნდა მასმედიაში, თუმცა არც ობამა და არც კლინტონი ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებდნენ. ბარაკ ობამა ამერიკის 54 პრეზიდენტად 4 ნოემბერს აირჩიეს. აღსარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია კი 20 იანვარს გაიმართება. კონტროლის პალატის შესახებ ახალმა კანონპროექტმა ქრისტიან დემოკრატებს იმედი გაუწია. გიორგი სარგამაძის თქმით, ახალ კანონში ოპოზიციის როლი არ არის ისე გაძლიერებული, რომ ოპოზიციას რაიმე გავლენის შესაძლებლობა ჰქონდეს. სარგამაძემ მას შემდეგ განაცხადა, რომ კანონპროექტის დეტალები დღეს ქრისტიან დემოკრატებმა კონტროლის პალატის თავმჯდომარესთან განიხილეს. კანონპროექტის მიხედვით კონტროლის პალატასთან შეიქმნება 9 კაციანი დავების საბჭო. დავების საბჭოში კი ოპოზიციას ერთი წარმომადგენელი ეყოლება. დღესვე კონტროლის პალატის თავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა შეხვედრა ფრაქცია ძლიერი საქართველოს წევრებთან გამართა. ჩვენ კრიტიკულად ვართ განწყობილი წარმოქმნილი კანონპროექტის მიმართ, თუმცა პრეზიდენტის მიერ დეკლარირებული ახალი რევოლუციური ტალღის სულისკვეთება ნამდვილად არ ეთყობა ამ კანონპროექტს, როცა საუბარი არის ოპოზიციის მონაწილეობის როლის ამაღლებაზე, ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე რეალურ ნაბიჯს ამ მიმართულებით, ის რომ ფრაქციან საბჭოში ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი იქნება წარმოქმნილი, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უბრალოდ პროპერატულად მივიღებთ იმ ინფორმაციას, რომელიც საჯარო უნდა იყოს და რომლის თაობაზე ინფორმაციის მიღების პრობლემა წესით მოქმედი კანონმდებლობით ჟურნალისტებს კი არ უნდა ჰქონდეს. ამიტომ ჩვენ მეგოჩნია, რომ ეს ცვლილებები არის საკმაოდ